თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ვინმე საპატიმრებენ პროცესი სათანადოდ და სამართლიანად წარიმართოს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ არჩევნების დასრულების მიუხედავად საარჩევნო კამპანია და მისთვის დამახასიათებელი რიტორიკა ჯერ კიდევ გრძელდება. რიჩარდ ნორლანდის განმარტებით ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ნატოსთვის მნიშვნელოვანია თუ ვინ დგას საქართველოს შეერაღებული ძალების სათავეში. რასაკვირველია, როდესაც ვინმე საპატიმრებენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროცესის სათანადო და სამართლიანად წარიმართოს. ჩვენ ამას გულდასმით ვაკვირდებით. საკითხი ვინ დგას საქართველოს შეერაღებული ძალების სათავეში, თავისთავად აინტერესებს ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრეზიდენტი, რომელსაც ამ საკითხში გარკვეული როლი აკისრია, შეთანხმდნენ და იპოვონ კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც სამუშაოსა და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ გაართმევს თავს. ჩვენ კონსულტაციებს მართავთ მთავრობასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის გამო ვინმემ პოლიტიკური ქულები არ უნდა დაიწეროს. მნიშვნელოვანია ახლა იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება. იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, სამინისტროების საქმიანობა თუ ქვეყნის ზოგადი წინსვლის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.